როგორ მოხდა ეს ევოლუცია მარნებიდან, ბოცებიდან ბოთლირებულ ღვინოზე? როგორ ხედავ ამ ევოლუციას შენ? ეს ევოლუცია ჩემთვის არის საკმაოდ ხმაურიანი პროცესი, იმიტომ რომ ნელ-ნელა მსხრევადი პატარა მინის ჭურჭლები სანაცვლებს ისევ ქვევრები, ისევ ჭურები და ის რაც ჩვენი საბჭოთა კავშირის და წარსულის გამო იყო შეკავებული და შეჩერებული ეს კვლევა და განვრცობა ჯიშური მრავალფეროვნების განსხვავებული სტილებისა და ექსპერიმენტების ჩატარება, ხო? ეს ნელ-ნელა გაიშალა და დღეს თქვენ შეხვდებით რაცა ათობით დასახელების განსხვავებული სტილის საფერავს, განსხვავებულად დაყენებულ სხვადასხვა მიკროზონაში თქვენ შეხვდებით უამრავ განსხვავებულ ოჯალეშს. ფიქრობ, რომ ახლა არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ მეღვინეებმა იპოვონ საკუთარი ჯიშები, იპოვონ საკუთარი საინტერესო მარნის თუ ვენახის პრაქტიკა და ეს პრაქტიკა დაამკვიდრონ ათეულობით და ოცეულობით წლის განმავლობაში და ის სურათი მივიღოთ, რაც დღეს ფრანგულ შატოებში გვაქვს თუ სხვა ქვეყნის უძველეს მარნებში არსებობს.